კომპლექს არენაში ჩატარდა საქართველოს კუდოს ჩემპიონატი. ღონისძიებაში მონაწილეობდა სპორტსმენები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან. ღონისძიება იყო ძალიან კარგად ორგანიზებული, ძალიან კარგი ბრძოლები იყო. მადლობა მინდა გადაუხადო სპორტულ კომპლექს არენას ხელმძღვანელობას, მადლობა მინდა გადაუხადო საქართველოს კუდოს ფედერაციას და მის პრეზიდენტს ბატონ დავით ხახუტაშვილს ფინანსური მხარდაჭერისთვის და მადლობა ყველა გულშემატკივარს. გავხდი საქართველოს ჩემპიონი კუდოში უკვე მესამეჯერ და ნაკრების წევრი. დღეს მომიწია ძალიან რთული ბრძოლის ჩატარება, რადგან ყავდა ძალიან კარგი მოწინააღმდეგე, მაგრამ ჩემი დაუღალავი შრომის შედეგად მოვახერხე გამარჯვება. წარმატებებს ვუსურვებ ჩემ მოწინააღმდეგეს და აუცილებლად ვასახელებ საქართველოს საერთაშორისო ასპარეზს. გავხდი ჩემპიონი, გავიმარჯვე. ძალიან კარგად იყო ჩატარებული, კაი კონკურენცია იყო ძალიან. ყოველ წელს უფრო და უფრო იზრდება კონკურენცია და ჩვენს ვითარდებით მებრძოლები. საქართველოს ჩემპიონი გახდა. 2026 წლის საქართველოს ჩემპიონატი იყო საკმაოდ საინტერესო, ორგანიზებით, დისციპლინით, უკვე დიდი გამოცდილება გვაქვს ჩვენ ჩემპიონატის ჩატარებით. ასევე ამ ჩემპიონატზე იყო ჩართული ახალგაზრდა მსაჯები, რომელიც თვითონ არიან სპორტსმენები და ღებულობენ მონაწილეობას საერთაშორისო ტურნირებში. ამასობაში დიდი კონკურენცია იყო რეგიონების შორის, სადაც იყო ჩართული ახალი გუნდები და სადაც ახალ გუნდებად საპრიზო ადგილები დაიკავეს. ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი კუდოში. იყო ძალიან კარგად ორგანიზებული პირველ რიგში, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით კუდეს ფედერაციას, კუდოს ფედერაციის პრეზიდენტს ბატონ დავით ხახუტაშვილს, კუდოს ოჯახს, რა თქმა უნდა. იყო ძალიან სანახაობრივი ბრძოლები, იყო დიდი კონკურენცია. ჩვენ წარმოვადგენთ კლუბ კოლხეთს. დღეს შევძლით და დავიკავეთ გუნდური პირველი ადგილი. და დიდი მადლობა პირველ რიგში ჩემს გუნდს, მშობლებს, ყველას თანადგომისთვის და იმედია გავაგრძელებთ ესე და ყოველთვის დავდებთ საუკეთესო შედეგს.